დილის 4 საათი, არ ვიცი 4 საათს დილა ქვია ჯერ თუ ღამე, მაგრამ ჩემი დღე დაიწყო. სწორი განწყობა, საკუთარ თავთან სწორი საუბარი, ყავა ენერგიისთვის და სწორი მიზნები დღევანდელ დღეს დავიწყოთ. ესეთ რეცხვა საჭმლის გაკეთებას აქვს უამრავი დადებითი. პირველ რიგში ეს არის თვითდისციპლინა, რომ შენ თავს ზრდი. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი სპორტსმენისთვის. დავფიქრობ არა მარტო. მეორე დადებითი მომენტი ის არის, რომ სასიამოვნოა, როდესაც ესეთ რაღაცა იცი, როგორიც არის რეცხვა, დაუშვათ კერვა, მეხერხება, დენი, გაკეთება, სამტექნიკის გაკეთება, შეიძლება სამუშაოების გაკეთება სახლში. ცნობ თავს უფრო დამოუკიდებლად და უფრო დარწმუნებული ხარ შენ თავს. შენ შეგიძლია შენთვის აიშენო სახლი და შეგიძლია მოვუარო. აი ესე გამოიყურება ვარჯიში, რომელიც სტარტდება პირველის ნახევარზე 2 საათამდე, ანუ ზუსტად 90 წუთი აკეთებ აი ამ კომბინაციას. რაც შეეხება ვარჯიშს 7 საათზე 7-დან 8 საათამდე ჩვენ ვაკეთებთ ვარჯიშს ტრივის და მხოლოდ ხელების დამუშავება 60 წუთი შეუჩერებლად ბოლომდე მეუბნება მაინც 100% ძალით, 100% სიჩქარით, 100% მონდომებით უნდა იმუშავო. ბოლო წუთამდე, ბოლო წამამდე ამას ითხოვს. და მე მჯერა რადგანაც უამრავი გლორის, უამრავი MMA-ის და მუსიკრივის ყველას მოგესალმებით, უნდა რამდენიმე სიტყვა მე. და ასევე ლეგენდები დადის თუ რამდენად ბრუტალური სპარინგები ჩერბი კვირაში კი მართალია არის 4 შაბათს სპარინგები სადაც მოიქცევა 100% ტარდება სპარინგები, რომელიც უფრო ახლოს არის შეჯიბრისკენ და ბიჭებთან ერთად ასე გოგონების დავინახავ სპარინგები და არ ვიცი ესეთი გამეტებით სპარინგზე ან როგორც მომზადებაზე, როგორც აი მე როგორც გითხარით იმ ვარჯიშებზე ასევე 100% მუშაობენ სპარინგებზე და რა შემიძლია თქვა, როდესაც ადამიანმა დაამტკიცა, რომ მისი სისტემა მუშაობს და ჩამოაყალიბა არა მარტო ჩემპიონები, ლეგენდები სპორტში. ამიტომ უბრალოდ ვიზიარებთ იმ გამოცდილებას, რომელსაც მართალი არის ბრუტალური და მძიმე ასევე საინტერესო მომენტი ის არის, რომ ჩვენ აი ეს ინვესტიციის საღამოდი უკვე მოიგურა გავამალე. Тут ровно მანქანა მინდა და რასაც დავაკვირდი აბსოლუტურად Это же для меня машина аппарат голландიელებს ესე არქიტექტურა და абсолютურად ყველაფერს განსხვავებული გრძელდება ნაგავი ანუ უნდა გადაიხადო ბარათი და ეგ არის შემდეგი ნაგვის ბაკი რომელიც აქტიურდება გადასახადი ბარათი და გარტბევს თანხას. ანუ აქ უნდა გადაიხადო ფული რომ გადაყარო ნაგავი. ესე გამოიყურება განრიგი ორშაბათიდან პარასკევამდე 7 საათზე არის კრივი, შემდეგ სირბილი ბილიკზე ან ჯიმი და პირველის ნახევარზე 2-მდე არის კიკბოქსინგი. შაბათსაც თუ მაიკი არის ჰოლანდიაში, მაშინ 11 საათზე არის კრივი და 4 შაბათს და კვირას 11 საათზე არის სპარინგები. Აბა დილის ვარჯიში ძალიან ინტენსიური იყო, კომბინაციას ვამუშავებდით და ბოლო 20 წუთი 1-2 სწრაფად და მთელი ძალით და აზიდებს ვამატებდით 1 საათი ძალიან ინტენსიური ვარჯიშის. მოვიდი ვარჯიშების შემდეგ თავს ვგნობ კარგად და ვისაუბრო რამოდენიმე საკითხზე. პირველ რიგში ეს არის მოტივაცია. ყველაზე მეტი მოტივაცია ახლა ჩემთვის ახლა არის ის, რომ აი ჩემთვის არსებობს C კლასის, B კლასის და A კლასის მებრძოლი. მე ვარ ახლა C კლასის მებრძოლი და ჩემი გადასვლა B-ზე და შემდეგ A-ზე მოიტანს ძალიან დიდ ცვლილებებს ჩემ ცხოვრებაში. პირველ რიგში ეს იქნება ბავშვური ოცნების აღდგენა, მეორე ეს იქნება ფინანსური წარმატება და მესამე ეს იქნება იმ შესაძლებლობები და შეხება იმ ადამიანებთან და პირობებთან, რომელიც მე მომცემ საშუალებას გავაკეთო რა ქართველი სპორტსმენისთვის და ყველა ჩემი ახლო მეგობრისთვის, რომელიც არის დაკავებული სპორტით.
ისე ვატარებ საღამოს, ეგ არის ჩემი ოთახი. საჭმელი მელოდება. წვენი, ჩემი ლოგინი. ხელთათმანები შრება. ამ ტელეკონცენტრაცია მხოლოდ მიზანზე. 10%-ით ცოტათი უნდა გაგიჟდე, თლა ნორმალური ტვინით აღარ უნდა აღითქვა ის მიზანი, რომელსაც შენ დასახავ იმისთვის, რომ გახდე ამ სფეროში და ამ მიზნის მისაღწევად ნომერ 1. ცოტათი გიჟი.